დღეს არის შაბათი 27 ივნისი საეკლესიო კალენდრი დღეს არის 14 ივნისი 2026 წელი და მე ვაგრძელებ საუბარს ჩვენი პატრიარქის შესახებ ეს არის უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია და ვაგრძელებ საუბარს 1990 წელია და წმინდა ნინოს გზა დასრულდა მეორე მოგზაურობა წმინდა ნინოს გზაზე დასრულდა და სანამ მე გადავალ მესამე მოგზაურობაზე, რომელიც იყო ყველაზე მასშტაბური, ალბათ, ყველაზე მასშტაბური და მოგიყვებით როგორი იყო, ოღონდ მანამდე კიდევ ბევრი რამ მოხდა და ბევრი რამ აქვს მოსაყოლი, ეს არის 1990 წელი, აი დასრულდა მოგზაურობა, სვეტიცხოვლობის დღესასწაული, ჩატარდა ნათლობა, ამჯერად უფრო ორგანიზებული კიდე სვეტიცხოვლის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხდება ეს ყველაფერი უშუალო მისი ლოცვა-კურთხევით და წინა წელს 1999 წელს ისეთი ხდებოდა იქ იმდენი ადამიანი მოინათლა რომ ცხადია რომ ეს ნათლობა კიდევ ერთხელ უნდა დაინიშნოს პრისა და არაგვის შესართავში და ეხლა ვერ გეტყვით რომ იმაზე მეტი ხალხი მოვიდა როგორი ვიდრე 99 წელს 1999 წელს, მაგრამ მაინც ბევრად არც ნაკლები. ანუ დიდი რაოდენობის ადამიანები იყვნენ, როგორც ჩვენ ცოტათი მეტი გამოცდილება გქონდა, უკვე ის ვიცით, რომ როგორ უნდა დავაყენოთ ეს ღვთლები, ეს ეხლა ცხადია ეს ყველაფერი და ეხლა ეს დიდი ნათლობები კიდე ტარდება, ესენი პატრიარქის ნათლულები მაგალითად როგორი ინათლებია, როგორი წესრიგია იქ, ეს ყველაფერი აი აქ დაგროვილი გამოცდილება არის და ეხლა მე ამ დეტალებზე არ შევჩერდები, მაგრამ პატრიარქი მობრძანდება ამ დროს ესე ხდება წირვის მერე გადავინაცვლებ და რაც დრო გადის უფრო და უფრო ზეიმური ხდება ესა დროშები, ბაირაღები საეკლესიო და ამაზე უფრო დაწვრილებით მერე მოგიყვებით, მოკლედ ეს ნათლობა ჩატარდა და ეხლა აი ზაფხული და შემოდგომა 1990 წლის, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის ჩემ ცხოვრებაში და ეხლა ამასაც მოგიყვებით. მოკლედ ცოტა დრო გავიდა და პატრიარქი მიბარებს პირადად მიბარებს და ესეთ რამეს მეუბნება, რომ დახმარება ჭირდება ფოკის მამათა მონასტერს. ეხლა ეს მამათა მონასტერი ძალიან პირობითია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც არის. ესე იგი, მამათა მონასტერი რას ნიშნავს? აი ეს უნდა მოგიყვეთ. ესე იგი, ეს ფარავნის ტბაზე, სადაც ეს წირვა ტარდება, იქ 1999 წლიდან უკვე ესე იგი, დგას ვაგონი. აი ვაგონი, ჩვეულებრივი ვაგონი, ვაგონი ქვია, ეს მატარებლის ვაგონი არ არის, ეს არის საცხოვრებელი ჯიხური ალბათ თუ რაღაც. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვარო, ეს ყველაფერი დაიწყო 1998 წელს. ეხლა 1990 წელია, 1998 წელს დაიწყო, როდესაც პატრიარქმა იმოგზაურა ჯავახეთში. ეს მოგზაურობა იყო ფაქტიურად შეიძლება ითქვას ისტორიული და ჯავახეთის ბედიღბალის განსაზღვრავი, იმიტომ რომ რაც მერე მოხდა ჯავახეთში, ყველაფერი აი და რაც დღეს ხდება, პირდაპირ შედეგი არის აბსოლუტურად პატრიარქის მოგზაურობის და მე მაშინ, როდესაც ამ ამბებს უფრო დაწვრილებით ყვებოდი, მაშინ ესე იგი შემეშალა სახელი და გვარი იმ ადამიანის, ვინც ასევე ძალიან დიდი როლი შეასრულა, ეს იყო მაშინდელი 1999 წელს, ვინც იყო აღმასკომის თავმჯდომარე.
ესე იგი ორი ხელმძღვანელი ყავდა ხოლმე რაიონს, რაიკომის დივანი, ეს კომუნისტების დროს და აღმასკომის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, რაიკომის დივანი უფრო მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ აღმასკომის თავმჯდომარეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა და აქ ჯავახეთში ყოველთვის ესე იყო. და დღემდე ესეა, დღემდე სხვათა შორის, დღემდე ესეა ახალქალაქის რაიონში და ნინოწმინდის რაიონში, რომ პირველი პირი აუცილებლად უნდა იყოს სომეხი ეროვნების, მაგრამ მეორე პირი აუცილებლად უნდა იყოს ქართველი ეროვნების. აი ესეთი რაღაცნაირი შეთანხმება არის და აი სწორედ ეს მეორე პირი ნინოწმინდის რაიონში იყო აღმასკომის თავმჯდომარე, მისი სახელი არის დავადგინე ვალიკო ბალიაშვილი. ვალიკო ბალიაშვილს მეც ვიცნობდი, მე უკვე მოგვიანებით გავიცანი და რაღაც ბევრი საინტერესო რამ მომიყვა ამ მოვლენების შესახებ, მაგრამ აი ვალიკო ბალიაშვილი იყო, რომელმაც თავის თავზე აიღო ეს პირადად და გადაუსცა საპატრიარქოს ეს 40 ჰექტარი მიწა ფარავნის ტბაზე, რომელიც დღემდე საპატრიარქოს კუთვნილებაშია, აქ მონასტერი არის. მოგვიანებით აშენდა ესეც პატრიარქის უშუალო დიდი მონდომებით, ლოცვა კურთხევა მისცა პირდაპირ მამაშიო გაბრიჭიძეს, რომელმაც მე მოგვიანებით გარდაცვლილია მამაშიო, რომელიც მოგვიანებით უკვე ფაქტობრივად დღეს რაც არის მამათა მონასტერი, დღეს რაც არის მამათა მონასტერი ფარავნის ტბაზე, აი მამაშიოს აშენებულია ეს, მაგრამ აი ხა მანამდე რა ხდებოდა, ეს არის საინტერესო. ეს ბატონი ვალიკო როგორც შევიტყვი 2 წლის წინ გარდაცვლილა. 2 წლის წინ გარდაცვლილა, ეს არის ადამიანი, როგორ გითხრათ, აი დიდი პატრიოტი ადამიანი, სამშობლოს გულშემატკივარი, რაღაც აი მეც რო გავიცანი, როგორ გითხრათ, ძალიან მომხიბლავი და ისეთი როგორი ადამიანი იყო, აი რო არ ლაპარაკობს. მაგრამ აი თავისი სამშობლოსთვის რომ მზად არის, რომ აი ყველაფერი გააკეთოს რა. იმიტომ რომ ეს ისეთი სიმამაცე იყო კომუნისტების დროს. იმიტომ 88 წელია ჯერ კიდევ არ, კი იგრძნობა უკვე რაღაც ესე რომ ვთქვათ გაზაფხული, მაგრამ ჯერ კიდევ არ დამდგარა ეს გაზაფხული, ეს მხოლოდ 99 წლის ამ ტრაგიკული მოვლენების მერე დაიწყო რღვევა პირდაპირ საქართველოში, აი ამ საბჭოთა სისტემამ და ამის შესახებ მოგახსენებთ, უბრალოდ მოგახსენებთ 91 წლის მოგზაურობა როგორ ჩატარდა, ისევ აი ამ რაიკომის დივნების როგორ ყველა მთელ ამ მხარეში, როგორი მხარდაჭერით ჩაიარა. ამას მე მოგიყვებით. ეხლა გადავდივარ ისე 90 წელია, ახალი გადმოცემულია ეს მიწა და 99 წელს უკვე აი 99 წელს აი პირველი ნინოობის დღესასწაულის თვის უკვე იდგა იქ ერთი ვაგონი. იდგა ერთი ვაგონი და თუ არ იდგა ჯერ. ეხლა ყოველ შემთხვევაში უკვე დგას 1990 წელია ეს ვაგონი დგას და აქ აი ამჯერად ცხოვრობს ერთადერთი ადამიანი მორჩილი ირაკლი. ეხლა სამწუხაროდ ირაკლის გვარი არ მახსოვს. მაგრამ ირაკლი არის, პატრიარქს სულ ყოველთვის გვერდში ედგა, ესე იგი აი ეს ბერძენი, ქართული ბერძენი მოსახლეობა, ესე რომ ვთქვათ. ეს არის ძირითადად წალკის რაიონი. ეს არის ძირითადად მამა საბა, სქემარქიმანდრიტი, ესე იგი სქემაში საბა და სანამ ეს გვიან აღიკვეცა დიდ სქემაში მამა საბა გარდაცვლილია ესეც. მანამდე ერქვა დიმიტრი და აი ეს მამა დიმიტრი და მისი გარემოცვა, ესე იგი საპატრიარქოში სულ ცხოვრობდნენ. ესე იგი მაგალითად მამა აბიბოსი არის დღეს, ეხლა მე უბრალოდ სურათი მინდა დაგიხატოთ, აკაკი ერქვა, ტარიადისი იყო გვარად, ეს ცხოვრობდა საპატრიარქოში ეს და მისი ძმა, ეხლა მის სახელს ვერ ვიხსენებ, ხო და ეს მამა აკაკი ტარიადისი, მამა აკაკი კი არა, მამა აბიბოსი დღეს საბერძნეთში მოღვაწეობს.
და ნინო მისი დედას კიმონაზონია, მამაც მღვდელმონაზონი იყო, მოკლედ რაღაც ესეთი ოჯახი იყო და აი ერთ-ერთი ასეთი პიროვნება იყო ირაკლი, რომელსაც დღეს ქვია ისე. რამდენჯერმე შევხვდით სხვათა შორის, დღეს საბერძნეთში მოღვაწეობს, ისიც ეხლა ვერ გეტყვით ამ წუთას რა ხარისხშია, მღვდელმონაზონია თუ არქიმანდრიტი. მოკლედ აი ეს მამა ისე, რომელსაც მაშინ ერქვა ირაკლი. და მოკლედ ეს ირაკლი ცხოვრობს ამ ვაგონში, ერთადერთ ვაგონში. ეხლა მე სანამ უბრალოდ აი სურათი რო დაგეხატოთ რა ვითარებაა რო წარმოიდგინოთ, იქ მამა ნაომი არის დღეს კიდე ცოცხალი არის, ვაჭრიძე, დღეს ცხოვრობს დავით გარეჯის მონასტერში. ხო და ისიც ცხოვრობდა, ის ცოტა გვიან ცხოვრობდა მერე ამ ვაგონში და მერე ბოლოს უკვე მოგიყვებით მე როგორ განვითარდა 91 წლის შემდეგ ეს მოვლენები, მაგრამ ეხა 90 წელია და ეს ირაკლი ცხოვრობს მორჩილი. მორჩილი ირაკლი, რომელიც შეძლებს დაგვარად ამ ლოცვებს აღასრულებს და ეხა ერთი დეტალი შეიძლება ცოტა უხერხული სალაპარაკო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ესეც აი პატრიარქის რა გითხრათ. მისი პორტრეტისთვის, აი როგორ ზრუნავს, ესე იგი, როგორ ზრუნავს ყველაფერზე და ეს ერთი ვაგონი ხო დგას იქ და ესე იგი თქვენ აი ვერ წარმოდგენა ამისი არის შეუძლებელი, რას ნიშნავს ვაგონში ცხოვრება. ეხლა უბრალოდ აი ისედაც რომ დადგა სადღაცა ვაგონი და ვაგონია რა, არაფერი მეტი არ არის შიგნით, ხო და აი როგორ თბება, როგორია ეს ვაგონი, აი ეს ხა ამ დეტალებზე შევჩერდები, იმიტომ რომ ხა ვაგრძელებ შემდეგ თხრობას, რომელიც ამ ვაგონთან და ამ მონასტერთან არის დაკავშირებული. მოკლედ პირველი რაც გააკეთა პატრიარქმა, ეს უკვე 99 წლის ნინოობისთვის იყო გამზადებული, თუ არ ვცდები. აი ხა ეს ზუსტად როდის მოხდა ეს, მაგრამ ეხა ნამდვილად რო არის კი ესეა რა. ესე იგი აი 90 წელს დგას ეს ვაგონი და ტუალეტი. ტუალეტი, რა თქმა უნდა, ვაგონში ტუალეტი წარმოუდგენელია, ვერ იქნება. ტუალეტი არის გარეთ. და ტუალეტი არის, ესე იგი, გრძელი რამდენიმე ადგილიანი, 4 ადგილიანი ტუალეტია. 4 ადგილიანი პირობითად, ორი კაცებისთვის, ორი ქალებისთვის, ოღონდ ეს ერთიანი ხის შენობაა, გრძელი, წაგრძელებული და შორე ახლოს. ალბათ ერთი 20-30 მეტრი შეიძლება ვაგონიდან, ოდნავ მოშორებით არის და ეს არის ეს ტუალეტი, ეხლა ამ შემთხვევაში ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ ეს ნინოების დღესასწაულზე უამრავი ხალხი ჩამოდის და როგორია, იცით? აი ხო ეხლა უხერხული სალაპარაკოა ეს დეტალი, მაგრამ აი ეს ყველაფერი აი როგორ შეიძლება ადამიანმა გაიაზროს, რაზე ფიქრობს აი პატრიარქი, რომ ეს ხალხი ჩამოვა. იქ შეუძლებელია რა, ესე იგი ისეთი მოშიშვლებული ხე არ არის საერთოდ და მინდორია და იცით როგორი ის არის, რა ქვია, იქ რო ტუალეტი არის დგეს, აი ტუალეტში ადამიანს თუ გუნდება, ხა წირვაა, ხო? წირვა უნდა ჩატარდეს, ამდენი ხალხი უნდა ჩამოვიდეს და როგორი ვითარება, იცით? ისე შორს უნდა წახვიდე ამ ცენტრალური ადგილიდან, სადაც ტრაპეზი, რომ გამოჩენით მაინც ჩანხარ, მაგრამ შორს რომ მიდიხარ, პატარავდები და რაღაცა ხეს დეტალები, ხა ეს ხელები მთლიანობაში ჩანს ადამიანი, აი შორს მიდიხარ. და არ არის ამისი ეს ძალიან რთულია, ხო? იმიტომ რომ რა ვიცი, მოკლედ ეს ტუალეტი გაკეთდა. ეს ტუალეტი გაკეთდა არაჩვეულებრივი, ისეთი რა გითხრათ, კეთილსინდისიერად გაკეთებული, კარგი, ახალი ტუალეტი, ესე 4 ადგილიანი და ისეთ საოცარი ამბავი ნაკითხათ, ესე იგი, მეც მიწევდა ზამთარში ჩასვლა, უკვე მე მოგვიანებით. ეს არის 91-92 წელი, როდესაც გაძლიერდა ეს მამათა მონასტერი და აი წარმოიდგინეთ, ესე იგი, ამ ვაგონიდან გამოდიხარ და ტუალეტში მიდიხარ და ისეთი ზამთარია და ისეთი ხარისხლები და ისე ატრიალებს ამ თოლს, რომ ესე იგი, აი 50 მეტრში ტუალეტის მიგნება არის ძალიან სერიოზული სირთულე.
არ ჩანს დაახლოებით იცი სად არის და ბოლოს იქამდე მივიდა საქმე რომ ტუალეტსა და ამ ვაგონს შორის არის დაჭიმული თოკი. ამ თოკს კიდე ხელს და ამ თოკის მიდიხარ, რო არ დაიკარგო, იმიტომ რომ ან თუ მიდიხარ, შეიძლება ამ ტუალეტს ვერ მიაგნო. ან უკან რომ მოდიხარ, შეიძლება ვაგონს ვეღარ მოვაგნო და ნუ წარმოიდგინეთ, ეს არის იმ საშინელ სიცივეში. ესე იგი ეს არის, ნუ აი რა ვიცი. შეიძლება დაიღუპო ადამიანი რა, დაიკარგები თან ახლა ნუ რა წინასწარ კი ვერ გეგმავ ამას, აი ერთი ორჯერ დაიკარგა ვიღაცა იმის მერე გაჩნდა ეს თოკიც და ეს იდეაც. მოკლედ ეს ტუალეტი აი ვითარება ესეთი. ეხლა თვითონ ვაგონი როგორია? ესე იგი ვაგონში რო გააღებ კარებს ესე იგი თელ ამ იმაში რა ქვია შემოვარდება, ეხლა ზაფხულია, ეხლა ესე არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ზამთარში შემოვარდება ეს ქარიშხალი. და ვაგონი როგორია, იცით, აი რომ შედიხარ, ორი მხარე აქვს, ესე იგი მან მარჯვენა მხარეს ოთახში შედიხარ, გატიხრულია უბრალოდ ტიხრები, ან მარცხენა მხარეს, აი შესვლისას მარცხენა მხარეს, მარჯვენა მხარეს და ორივე ადგილზე რაღაცა პატარა საწოლევით არის მოწყობილი და ნუ აი 2-3 ადამიანი მაქსიმუმ რაღაც თუ არ ჩადგი კიდე დამატებით საძინებელი, მეტი ვერ ეტევა რა საერთოდ. ხო და შუაში დგას ღუმელი. შუაში დგას ღუმელი თუჯის, რომელშიც უნდა ჩაყარო ქვანახშირი. ეს წარმოუდგენელი რაღაცაა, იცით, აი ესე ზამთარში უკვე რო ინთება ეს. ნუ ახლა რო გითხრათ დაახლოებით 1 საათი, 2 საათი კი ძლებს. რომ ერთი შეყრა ამ ქვანახშირს. ერთი ეს ქვანახშირი საშინლად ტრიანი. შეში წარმოუდგენელია ის შეში დგათბო. აი უბრალოდ წარმოუდგენელი. ხო და ქვანახშირი იყრება და ნუ ამას შეიძლება უფრო დაწვრილებით მერეჯობდეს რომ მოგიყვეთ, როდესაც უკვე 92 წლიდან უკვე როგორ დაფუძნდა დედათა მონასტერი და მამათა მონასტერი, მოგიყვებით ამას ყველაფერს. მაგრამ ნუ ეხლა ეს ირაკლი ესე ცხოვრობს, ეს ქვანახშირის ღუმელი, ქვანახშირი ყრია იქ პირდაპირ შუაში, ნუ მტვერი აქვს ერთი ამას საშინელი. მერე ამისი შეყრა იქ ჩაყრა, მერე ამისი გამოწმენდა, იმიტომ რომ ეს ქვანახშირი თან რაღაცა შეიცავს კიდე რაღაცა ნივთიერებებს, რომელიც მერე მაგრდება და ნუ მოკლედ ეს არის რაღაცა თელი ერთი ადამიანი მარტო ამ ღუმელს უნდა იყოს მიჩენილი. ჩვენ მერე მოგვიანებით ჯავახეთში რომ დავსახდით, მერე ესე იგი ეს ქვანახშირი დიდხანს ძალიან ამ ქვანახშირის ღუმლებზე ვიყავით, იმიტომ რომ შეიძლება რა თქმა უნდა ერთადერთი რაც შეიძლება რამაც შეცვალოს, ეს არის დიზელის საწვავზე მომუშავე ღუმელი, მაგრამ დიზელი ღირს ძალიან ძვირი. ნუ იმ პერიოდში შემთხვევაში. იმ პერიოდში ძალიან ძვირია და ერთადერთი ახლა ამ გაჭირვება და ახლა იწყება მოკლედ ეს საშინელი 90-იანი წლები და მოკლედ ეს ქვანახშირის თუ იშოვე კიდე, იქაც არის კიდე განსხვავება, ეს ანტრაციტი რაღაცა მერე არის და პატარა ნუ კოქსი არსებობს, რაღაც სხვადასხვა ხარისხი თვითონ ამ ქვანახშირის. ჩვენთანაც არის საქართველოში ეს ტყიბულის ქვანახშირი, რომელიც არაფრად არ ვარდა საერთოდ, აი ვერაფერში ვერ გამოიყენებ. რა მოკლედ აი ვითარებას გიხსნით ახლა. მოკლედ ესე იგი ჩვენ ახლა ცოტა ხანი ამ ზამთარს თავი დავანებოთ, ზაფხულში ახლა არ არის საჭირო გათბობა და ეს ერთადერთი ვაგონია, სადაც ეს მორჩილი ირაკლი ცხოვრობს ამჯერად და პატრიარქი მიბარებს და მეუბნება რომ დახმარება ჭირდება მონასტერს. რამ დახმარება ჭირდება? რა დაჭირდება და ჯავახეთი საერთოდ ჯავახეთში, ნუ თავარი ალბათ კულტურა, ესე იგი სასოფლო სამეურნეო კულტურა, რომელიც არის კარტოფილი. და ეს კარტოფილი გაზაფხულზე დაუთესავთ, საერთოდ ჯობია რა თქმა უნდა რომ ეს შემოდგომაზე დაითესოს გაისისთვის, მიწაში იქნება, ისე უნდა დაითესოს რომ არ გაიყინოს. თორემ გაზაფხულზე ითესება და მოკლედ კარტოფილის მოსავალი არის ასაღები. და პატრიარქი მე ვარ ამის უკვე 90 წელია და მესამე კურსზე გადავდივარ, მესამე კურსზე
არა მეორე კურსზე გადავდივარ. ახლა ვანგარიშობ, 58 წელი, 99 წელი მეორე კურსი დავხურე. დიახ, მესამე კურსზე გადავდივარ, უკვე ესე იგი მესამე კურსელი სტუდენტი ვარ ფაქტიურად სასულიერო აკადემიის. სასულიერო აკადემიის და პატრიარქი ბიბარეს და მეუბნება რომ აი შეკრიბე სემინარიის მოკლედ ლოცვა-კურთხევას აძლევს ასევე სემინარიის სტუდენტებს და შენ ჩაუდექი სადავეში და წაიყვანე, ну არ ვიცი რამდენი ალბათ 10 შეიძლება 12 მოკლედ ისევ ის ყვითელი ავტობუსი პაზიკი ესე ქვია პაზ რაღაც ესე იგი მოკლედ საბჭოური წარმოების ავტობუსი არის ისევ დიმიტრი ჩვენი მძღოლი და მოკლედ აი დასხედით ამ ავტობუსში წაიღეთ საჭირო ნივთები უკვე ორჯერ გავიარეთ ჩვენ წმინდა ნინოს გზაზე და ამიტომ პატრიარქი ამ დეტალებს უკვე აღარ გვეკითხება უბრალოდ რაც არის საჭირო მე უნდა უთხრა და ну საორგანიზაციო საკითხები ეხა მართალი რო გითხრათ მართალი რო გითხრათ, ეხლა კარგად არც კი მახსოვს, ესე იგი, რა წავიღეთ და როგორ ვიცხოვრეთ იქ, ესე იგი, ამ 10-მა თუ 12-მა თუ რა ვიცი ადამიანმა ალბათ მონაწილეებს რო ვკითხოთ, ვინც იყვნენ. ხო, ალბათ ისინიც გაიხსენებენ ამ დეტალებს. ვერ გეტყვით რაში, ესე იგი, კარვები დავდგით ალბათ, რა სჭამდით. ნუ ჩვენო წაგვეყო ყველაფერი, იმიტომ რომ მამა კი არა უბრალოდ მორჩილი ირაკლი, თვითონ ძლივს გაქონდა იმას თავი და ესე იგი ჩვენ უნდა ჩავსულიყავით დასახმარებლად და დასახმარებლად რომ ჩავსულიყავით, ეხლა ნუ რამდენიმე დღე უნდა დავრჩეთ. ტუალეტი როგორც მოგახსენეთ არსებობს. და გარდა ამისა იქ აი ჩაირაზე უნდა ავიდოოთ, ну მინდორში ვცხოვრობთ რა წარმოიდგინეთ მოტრიალებულ მინდორში, აი ამ ვაგონის გვერდით. მოკლედ ეს კარტოფილი რა თქმა უნდა ეს პატრიარქმა იცის ყველაფერი რა. რა თქმა უნდა იცის. ეს კარტოფილი არის რა გითხრათ, კი ამოვიღეთ მიწიდან ეს კარტოფილი, მაგრამ არის წვრილი. ну რეალურად ესე იგი არ ვიცი სათესლეთ მაინც თუ გამოდგება ეს კარტოფილი რაღაც მაგრამ ну მაინც პირველი მოსავალი არის მონასტრის რა თქმა უნდა ეს კარტოფილი მიწაში არ უნდა ჩარჩეს და წავედით და ყოველ დილით გავდიოდით ესე იგი მინდორში ну იქვე შორი ახლოს მინდორში სადაც ეს კარტოფილი იყო დათესილი და როგორ იყო იცით აი მუხლებზე უნდა დამდგარს ხელებით უნდა ამოგეღო მიწიდან ეხა კარტოფილის შეგროვებაზე ყოფილვარ სვათაშორის მოსკოვის უნივერსიტეტში დაამთავრე იქ მეხუთე კურსელები ფიზიკოსები ყოველ სექტემბერში მიდიოდნენ კარტოფილის შესაგროვებლად და ნუ ტექნიკა მუშაობს იქ ნუ გასწავლიან როგორ ამოიღო გახარ კომბაინს ამოყრის ამ კარტოფილს სპეციალური კომბაინებია მე შეიძლება თუ გაწვიმდა ესე იგი თხრის რაღაცა ამ ტალახს თხრის რაღაცა მანქანა არის ტრაქტორივით და აი ამას იხრები და ტალახიდან ხელით ამოგაქ მაგრამ ის რომ შენ თვითონ ამოთხარო ეს კარტოფილი ну აი რაღაცა წარმოუდგენელი რაღაცა მაგრამ აი ვიშრომეთ რამდენიმე ადამიანი მახსოვს მათ შორის ისევე კახაბ ორთქიფანიძე რომელიც გარდაიცვალა ჩემი სტუდენტობის მეგობარი იყო და უკვე ესე იგი უკვე ამ საეკლესიო სივრცეში იყო და ესეც მახსოვს რომ შრომობდა იქ. და მოკლედ ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან უცხოა. ეს სტუდენტებიც ნუ პირველად გავიცანი ესე პირადად, ახლა კი ვხედავ ერთ შენობაში ვსწავლობთ, მაგრამ ახლა ესე რომ სემინარის სტუდენტები ნუ სხვა პროგრამა, სხვანაირად ცხოვრობენ და ну, მოკლედ აი ესეც ერთ-ერთი მიუხედავად იმისა, რომ ახლა პატრიარქმა ძალიან კარგად იცის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცის, რომ ახლა ეს კარტოფილი თავისთავად ჯობია წახვიდე და ბაზარში იყიდო, ვთქვათ, ხო? მაგრამ მაინც არა ჩვენი შრომით მოპოვებული და თან თავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ ესე იგი დავმეგობრდით იქ ძალიან დავმეგობრდით. აი ეს საერთო ესეთი მოგზაურობა რაღაცა, ну რომ დამთავრდა და წამოვედით იქიდან, რაღაცა შევაგროვეთ. როგორ არ შევაგროვეთ, მაგრამ
მაგრამ ნუ აი რა გითხრათ. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ეს ჩვენი ურთიერთობები ერთმანეთთან და ესეც როგორ გითხრათ, პატრიარქმა დაგლუცა, მე რომ დავბრუნდით, მიგვიღო კიდევ, შევხვდით, ვისაუბრეთ და ესე იგი აი ამ გამოგკითხა ყველაფერი და პატრიარქს ძალიან აინტერესებს რა ხდება ამ ჯავახეთში. რა ხდება და აი ყველანაირად ცდილობს ამ ინფორმაციის მიღებას. ჯერ კიდევ კომუნისტების დრო არის და ჯერ კიდევ ჩვენ საბუთები გქონდა, ესე იგი ან დაშვება გქონდა ოფიციალური და საზღვარი ეგ სასაზღვრო პუნქტი იყო, გადავკვეთეთ ეს საზღვარი, ესე ჩავედით და შემდეგ დავბრუნდით უკან და აქ მოხდა ერთი ძალიან ესეთი ჩემთვის ნიშანდობლივი ამბავი, რატომღაც რომ მოვდიოდით ამ ირაკლიმ ნუ ხა ეს უნებრივია შეიძლება რაღაც ესე იგი სკვნილი მაჩუქა რომ მე ჯერ არ მქონდა ლოცვა-კურთხევა სკვნილზე ლოცვის მაგრამ მაჩუქა ეს სკვნილი და რაღაცნაირად დიდი ხნის იყო როგორ ჩანს ეს სკვნილი ის იყო ლოცვისგან გაწელილი იყო და გრძელი იყო ესე მახსოვს ვინახავს მათ შორის და მაჩუქა კიდევ პატარა წიგნი კონდაკი მაშინ ხო გითხარით წიგნების და საერთოდ საფრთხისმეტყველო ლიტერატურის ძალიან სერიოზული პრობლემა იყო. ეს იყო წიგნი, რომელიც ნუ ერთი კონდაკი რაც საერთოდ სამღვდელოებას ჰქონდა პატრიარქის ცხონით უცხოეთში დაიბეჭდა და შემოვიდა ჩვენთან და ამ წიგნებს მღვდლებს რო აკურთხებენ კონდაკს აძლევენ რა. ხო და ეს კონდაკი ქვია წიგნს რომელშიც წერია როგორ უნდა ეს მსახურება როგორ უნდა მიმდინარეობდეს. ნუ წირვის დროს, ლოცვის დროს რა უნდა წარმოთქვას ხდება, ეს წერია ძირითადად ეს არის ამ წიგნში და ეს კონდაკი მაჩუქა ამ ირაკლი, მოგონთ აი პატარა აი ხელისგულზე რო გეტევა, აი იმ ზომის, ნუ ძალიან მოსახერხებელი წიგნია. მაგრამ არ იშოვება საერთოდ არაფერი და კი ძალიან გამიკვირდა ესე იგი რა ნუ ხა მადლობით მივიღე, მაგრამ როგორც იწმინდა ხა სახში ისე მე არ მჭირდება არაფერში ეს კონდაკი ცხადია, იმიტომ რომ ერის ადამიანი. ხო და აი მოკლედ ახლა თანდათანობით უახლოვდები, ნუ ჩვენ ჩამოვედით. მე ეს წმინდანინუს გზა ეხლა ზუსტად ვერ გეტყვით, მაინდა-მაინც 90 წელს სად მოგზაურეთ, ალბათ ისევ კახეთში, ფეხით ვიარეთ, კახეთში მოგზაურობა ძალიან საინტერესო იყო. თორცდები ეს იყო 1990 წელი პატრიარქმა გაგვიშვა და იმის გამო რომ მეუფე დანიელის ანუ მაშინდელი მამა დავითი ჯერ კიდევ მრევლში იყვნენ ქიზიყალები ლია და ლალი ეს ლია ლალი ნუ ტყუპები არიან დღესაც სიონის ტაძარში ცხოვრობენ არაჩვეულებრივი ლია ლალი და თამარ გურაშვილი ქიზიყელები არის. ამიტომ ჩვენ ქიზიყი განსაკუთრებულად მოვიარეთ და მოვილოცეთ. ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს მოგზაურობა. ესე იგი ერთი ძალიან ესეთი სასაცილო შემთხვევა შეგვემთხვა. მოკლედ ძალიან ვიღლებით რა გზაზე რომ დავდივარ და სიღნაღში თუ არ ვცდები სიღნაღში არის არა წნორში არის რაღაცა ფაბრიკა. ეხლა ის ფაბრიკა ამასაც ვერ ვიხსენებ და ეს ლიალალის მამა ვალიკო აქ მუშაობს რა. ხო და ამან მოკლედ იდის ამბით შეუთანხმა დირექციას რომ აი მოდიან ესე რაღაცა და ქარხანაში თუ ფაბრიკაში მოგვიწყვეს დახვედრა რაღაც ესეთი შემთხვევა იყო ესეთი და მოკლედ როგორ არის იცით ესე იგი დარბაზია, სააქტო დარბაზია. ერთ მხარეს არის ეს რაღაც როგორც პრეზიდიუმი, ისე მოწყობილი. ცოტა ამაღლებულ ადგილზეა და მეორე მხარეს ეს ხალხი მოვიდა და ნუ ვაკურთხეთ იქაურობა და ეხლა საუბარია რა. საუბარია და ნუ ჩვენ აქეთ ხედავთ ჯგუფის წევრები ესენი აქეთ და ნუ მეუფე დანიელი საუბრობს ყובה და ესე იგი პატრიარქი რო გვაგზავნის ესე იგი ეს დღესაც არსებობს თუ არ ვცდები, ოღონდ კი არ ვიცი ვინ ამზადებს ამას. ესე იგი რამხელა იცით აი ადამიანის ნახევარი სიგრძის ესე ვთქვათ რა. ნუ ალბათ 1 მეტრის სიმაღლის
ერთი ხელი შეიძლება ცოტა ნაკლების, ძალიან სქელი, აი ესე ორი ხელი უნდა, ორი ხელით უნდა გეჭიროს ეს. ძალი ხელით ცოტა ძნელია დაჭერა. კელაპტარი. მოკლედ ეს ერთი კელაპტარი რო ინთება, ნუ თვითონ კი ანთია 2-3 დღე თუ არ ჩააქრე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს კელაპტარი პატრიარქის მოცემული, რომ კელაპტრით ვიაროთ. მოგზაურობაში გაგვატანა ეს დაიწყო ესე იგი წმინდანინოს გზაზე ვერ ვიხსენებ ჩვენ კელაპტრით დავდივით თორემ მაგრამ აქ კახეთში გქონდა ეს კელაპტარი და ავანთებდით ხოლმე შეხვედრებზე ან აი ეხ ქარიკი ჩააქრობს იმას მაგრამ როცა შენობას აკურთხებ როცა ეს შეხვედრა რაღაცა მოკლედ იმის თქვა მინდა რომ ხელში ვიჭირავს ეს დიდი კელაპტარი როგორც იცით ესე უცვლელ მოყოლებული მაღალი აი მოდენა დაახლოებით და ხელში ვიჭირავს და ეს ანთია ეს კელაპტარი ნუ ვიღაცას ჯვარი უჭირავს ეს წმინდანინოს ვაზის ჯვარი ეს ანდრიეს ჯვარი გვაქვს ეს ჩვენი ისინია და ესენი ხელში გვიჭირავს ამით დავდივარ და მე მიჭირავს ეს კელაპტარი მოკლედ პედანილი საუბრობს და ესე იგი ჩამეძინა რა ძა ვიღლებით ხა და სულ ფეხზე ბძინავს ნუ მოკლედ ესეც რა ვიცი ესეც რაღაცა პატრიარქთან რატო კავშირში ამასაც მე რა გეტყვით ხო და ამდენჯერმე ესე იგი მის თანდასწრებით ჩამეძინა წარმოიდგინეთ ისეთი დატვირთვები გვაქვს რო რაღაცა და მოკლედ იქ რომ დავჯექი და ცითფო იყო და რაღაცა კარგად მოვეწყე ჩამეძინა და გამივარდა ეს კელაპტარი ხელიდან ნუ წაიქცა დაეხეთქა ესე იგი ამ მაგიდას დაეხეთქა და ნუ მაგიდები ამ პრეზიდენტში და ნუ ისეთი ხმა იყო ისეთი ბრახვანი თვაი რაღაცა ბრაგა ადინა რა მოკლედ ნუ გაჩერდა ყველაფერი და მე დანიელი შეშინებული მოტრიალდა ნუ მე წუჩივე გიწავდა ვითომ არაფერი არ ყოფილა რაღაცა და აღარ მახსოვს გონი არ შაქრა თუ რაღაცა და აიო მე უფე დანიელმა ესე იგი წუჩივე გამოსავლება ნახა ხო ხედავთ აი როგორ ვიღლებითო ჩვენ და რამდენ შრომობთ აი ესე იგი იმიტომ მოგვიდა ესე ვიღაც იუმორით რაღაცა ესეთი მოკლედ ეს კახეთი და რაღაც ესე სადღაც ცხოვრობდით სახში ისევ საძილე ტომრებით ისევ ესე და ესეც აი ჩვენი პატრიარქის საკურთხევით მაგრამ ახლა მე ერთ ძალიან სტამბეშტავ ამბავს უახლოვდები მოკლედ დაბრუნდა ეს ყველაფერი დავიწყეთ უკვე სექტემბერში სწავლა დაიწყო მესამე კურსზე ვარ სასულიერო აკადემიის და კიდევ ესე იგი ნუ პატრიარქთან სულ მუდმივი ურთიერთობა მაქვს იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი მისი საკურთხევით ყველანი სასულიერო აკადემიის სტუდენტები ვართ სტიქაროსნები სპეციალური განსხვავებული ფერის სტიქნები გვაცვია ბეიჟი რაღაც ესეთი ღია კრემის ფერი თუ რა ვიცი მოკლედ ეს და პატრიარქი მიბარებს და ოღონდ ხა ამჯერად საკურთხეველში კი არა საკურთხეველში ხშირად თუ ყოველ მისვლაზე საკურთხევას ვიღებთ თუ რამის თქმა უნდა გვეუბნება მოკლედ მსახურების დროს პაუზებია ხოლმე პაუზები როგორ პატრიარქი დაბრძანებულია თავის ტახტზე საკურთხეველში შიგნით და მსახურების დროს ყოველთვის ერთნაირად აქტიური არ არის ნუ აი სამაღლებელს ამოსან გარეთ გამოდის ხარ ხანდახან არის შიგნით ძის თვითონ მსახურება არის ესეთი და ამ დროს პატრიარქთან ურთიერთობა არის შესაძლებელი თუ რაღაცის ან მოყოლა გინდა ან მოსაკურთხევა გჭირდება მოკლედ აი მეც კი აი რიგითი სტუდენტი შემიძლია როცა მინდა მაშინ მივიდე პატრიარქთან და კიდევ ამ ერთ დეტალს კიდევ ხაზს გავუსვამ გონი კი მოქვს ნათქვამი მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება ახლა რასაც გეუბნებით რომ პატრიარქთან არა მარტო მისვლა შეიძლება აი საღამოს ლოცვა რომ დაიწყება წირვაზე უფრო ნაკლებად უფრო აქტიურია მისი მონაწილეობა საღამოს ლოცვაზე როდესაც პატრიარქი ზის სალტარში საკურთხეველში შეიძლება არა მარტო მისვლა მასთან არამედ მიყვანა შეიძლება ვიღაცის ეს დაცვა პატრიარქის დაცვა გვიანდელი თემაა საერთოდ არავითარი დაცვა არ იყო მაშინ არავითარი დაცვა არ იყო ერთ-ერთი ნუ ხა თუ დაცვაზე დაჭირდებოდა სტიქაროსნები მაგრამ თვითონ პატრიარქს ერთი პირადი მცველი ყავდა მარტო შოთა და ეს შოთა დაყვებოდა მაგრამ
ეს შოთა დაყვებოდა უბრალოდ დანიშნული იყო ხელისუფლების მხრიდან, დანიშნული იყო, რომ აი სულ პატრიარქის გვერდზე უნდა ყოფილიყო მოკლედ. ოღონდ ეს შოთა არ წვიტავდა იმას, რომ აი ვინ მივიდეს პატრიარქთან ან რაღაცა, შოთას არ უნდა შეუტანო. ეხლა დღეს ბოლო პერიოდში კი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ანუ ესე იგი, რომელიც დღემდე ახალი პატრიარქის დაცვასაც ხელმძღვანელობს, ოღონდ აი ვანოს გარეშე ნამდვილად ბოლო პერიოდში პატრიარქთან ახლოს ვერ მიხვიდოდი და ძალიან კარგი რომ ესე იყო. მაგრამ მაშინ არ იყო ეს ყველაფერი და მოკლედ აი ესე პატრიარქი როგორც მოგახსენეთ 4 დღე კვირაში საკურთხეველშია, მოდის ხოლმე და ესე იგი აი და ესე ვესაუბრებით, ოღონდ ეხლა მიბარებს საპატრიარქოში. საპატრიარქო უკაცრავად პატრიარქი მიბარებს საპატრიარქოში და საპატრიარქო ეს ნიშნავს სიონის ეზოში. სიონის ეზოში აი შენობაში აქ ცხოვრობს პატრიარქი და მიბარებს ახლა რა საკითხთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს, პატრიარქის მრავალჯერადი მოთხოვნით გადმოსცა საპატრიარქო შენობა ის რაც დღეს არის. აი საპატრიარქოს ახალი საპატრიარქო, ეს ახალი საპატრიარქო, ესე იგი რა შენობა? ეს არის ადრე მე-19 საუკუნეში და მე-20 დასაწყისში ეგზარქოსები ცხოვრობდნენ ამ შენობაში. საეკლესიო შენობაა მოკლედ რა და დიდი შენობაა, ხო? დღევანდელი საპატრიარქო რასაც ქვია. დიდი შენობაა და შემდეგ ეს შენობა ჩამოერთვა ეკლესიას. ჩამოერთვა და პოლიციის სამმართველო იყო. პოლიციის სამმართველო იყო და რამაც ისეთი კვალი დაამჩნია ამ შენობას, ესაც არის ეს კვალი, ხა უნდა გითხრათ, მოგიყვეს როგორი შენობაა და მოკლედ აი ამ შენობას პატრიარქი ისთხოვს ამ ისტორიულ შენობას, რომ გადაეცეს ისევ ეკლესიას და როგორც იქნა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ორი დეტალი აქვს აქ. ერთი რომ ამ შენობაში არის სარდაფები, სადაც ყავდათ დამწყდეული პატიმრები. ამ პოლიციის სამმართველოში. ჯურღმულებებით რა სარდაფია, ესეც საკუთრების. და მეორე ჩვენ ესე იგი მე როცა გადავიდა საპატრიარქო იქ, აღმოაჩინეთ რომ კიბეები, ახლა დღეს ლიფტიც არის, სადაც პატრიარქი ცხოვრობდა იმ მხარეს. ხო და მაგრამ მაშინ არ იყო ეს ლიფტი. ფეხით უნდა გეუბნო ითქვით და ახალცნაირი კიბეები იყო, რომელზეც აი სულ ყოველ წუთში ვიღაცა ხანფეხს ამოკრავდა, ხან ჩამოსვლისას, ხან ასვლისას წაიქცეოდა, განსაკუთრებით ჩამოსვლისას. და ვერ გავიგეთ რა შეესაქმე, რატო ხდება ეს შემთხვევები, რატო იქცევა ეს ხალხი და რაღაცა ცნობილი შემთხვევებიც იყო, ხანდახან ესეთი სტუმრები მოდიოდნენ პატრიარქთან, ისინი რომ ჩამოდიოდნენ, დაგორდებოდნენ ლამის რა. ეხლა რა შეესაქმე, თურმე იქ გრანიტის ფილე საფეხურებია და თურმე სპეციალურად ეს საფეხურები არის სხვადასხვა სიგანის. საპატრიარქოში დღესაც ესეა, ხო გეუბნები. სხვადასხვა სიგანის საფეხურებია. სიმაღლე გონი ერთ და იგივეა ყველა საფეხურს, მაგრამ აი სიგანე სხვადასხვა. რაც რისთვის არის თურმე ეს პოლიციის სამმართველო რო იყო, ეს პატიმარი, რომელიც აყავდათ და ჩამოყავდათ ხო ამ კიბეზე. ეს პატიმარი უცებ რომ გაქცეოდათ, აი გაუსხლტა ხელიდან და გაიქცა კიბეზე, ხო? აი იმ კიბეზე ვერ ჩამოირბენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უნდა იარო ამ კიბეზე რომ დაიმახსოვრო სად არის განიერი და სად არის ვიწრო და აი ესე ჩვეულებრივად კიბეზე რომ ჩამოირბინო, ან ოდნავ ფეხს აი ყურადღებით რო არ ჩააბიჯო ყოველ საფეხურზე, აუცილებლად წაიქცევა. სპეციალურად არის ესე გაკეთებული და დღემდე მოკლედ ეს არსებობს. ეხლა მოკლედ პატრიარქი ვიბარებს და ესე იგი რა ვითარება. ჩვენ ესე იგი საპატრიარქო უნდა გადავიდეს ამ შენობაში, მაგრამ ეს შენობა ორნაწილიანია.
ორი სადარბაზო აქვს ამ დიდ გაგრძელ შენობას დღევანდელ საპატრიარქოს. აი საპატრიარქოს შენობისკენ პირით რომ დადგება მარცხენა მხარეს არის ადმინისტრაციული ნაწილი და მარჯვენა მხარეს არის თვითონ პატრიარქის საბრძანებელი. და მოკლედ აი ეს მარცხენა მხარე ეხა უკვე ეს პოლიციის სამმართველო აღარ არის იქ. პოლიციის სამმართველო აი ამ პერიოდისთვის 80-იანი წლებისთვის, მაგრამ მარცხენა მხარე, სადაც დღეს ადმინისტრაციული შენობა იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტი და მარჯვენა მხარეს იყო ხელოვნებაცოდნეობის ინსტიტუტი. მოკლედ ამ ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი იყო ბატონი ბესარიონ ჯორბენაძე. და აი რომ გაიგო ბესარიონ ჯორბენაძემ რომ გაიგო რომ გადაეცა ეს შენობა საპატრიარქოს შეხვედრა ითხოვა პატრიარქთან, მივიდა მასთან და უთხრა, რომ ეხლა რასაც გეუბნებით, თითქოს ეს ძალიან მარტივი და ცხადი რაღაცა, გადაეცა რა შენობა და უთხრა, რომ მე რაც შეიძლება სწრაფად, იმასაც გადაეცა რაღაც ახალი შენობა ენათმეცნიერების ინსტიტუტი. და მე რაც შეიძლება სწრაფად დავცვლი და აი მოკლედ ყველანაირად თქვენ გვერდით მიგულეთ რა, ესე იგი მხარში ამოუდგა პატრიარქს, იმიტომ რომ ეს ახლა რომ მოგიყვებით, თურმე არ არის ადვილი ამბავი. მოკლედ ბესარიონ ჯორბენაძემ ძალიან მალე დაცალა ეს შენობა და საპატრიარქოს ნაწილი გადავიდა უკვე იქ როგორც ადმინისტრაციული შენობა, სადაც არის ფაქტობრივად ეს განყოფილებები, მათ შორის მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, რომელზეც ჯერ არ მომიყოლია თქვენთვის ესეც პატრიარქის შეიძლება ითქვას პირმშოა ნამდვილი რა ეს განყოფილება. მოკლედ ესე იგი ეს შენობა აქეთ ამ მხარე დაცლილი. ეხლა თვითონ ბატონ ბესარიონ ჯორბენაძეზე მინდა გითხრათ. ესე იგი რაღაცა დრო გავიდა ამ ყველაფრის მერე. ეხლა ზუსტად ვერ გეტყვით რომელი წელია და ეს სრულად ახალგაზრდა კაცი. ახალგაზრდა როგორ ხარ სადღაც შუა საშუალო ასაკის ადამიანი გარდაიცვალა და დარჩა ოჯახი. ცოლი ქალბატონი ია და ორი შვილი. ხო და რაღაც ისე მოხდა რომ მე ამ ოჯახთან ძალიან დავახლოვდი პირადად. ქალბატონი ია დღემდე არის ალბათ არ ვიცი ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ცნობილი და საუკეთესო სპეციალისტი იცით რისი ლათინური ენის. და ჩვენ ამდენჯერმე მიმართეთ ქალბატონიას და რაღაც ტექსტები გადმოგვითარგმნა ლათინურიდან, სხვათა შორის ქართულიდან ლათინურზე თარგმნეს. და ლათინურიდან ქართულზე ლათინურ პოეზიას მაგალითად, მაგრამ ჩვენ საეკლესიო ტექსტებისთვის მიმართეთ და მინდა გითხრათ, რომ ეს ურთიერთობა რომ გარდაიცვალა ამ პატრიარქმა დაალცა ეს ბესარიონი, მისი ოჯახი, მოკლედ აი არიცი ადამიანმა წინასწარ რა გელოდება. მოკლედ ეს ბესარიონ ჯორბენაძე ძალიან კარგად მოიქცა ამ განსხვავებით, მოკლედ ამ ხელოვნებაცოდნეობის ინსტიტუტისგან. მე არ დავასახელებ შეგნებულად როგორ არ მახსოვს, ძალიან კარგად და პირადადაც მქონდა ურთიერთობა ხელოვნებაცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი. დირექტორი რომელმაც მოკლედ ძალიან იჭირვეულა რა, რამდენიმე შენობაზე თქვა უარი, რომ აქ ვერ გადავალთ, ჩვენ აქ ვერ გადავალთ და მოკლედ მიცეს ერთი შენობა გამოუყვეს, მეორე შენობა გამოუყვეს, მოკლედ არ ცლის ამ შენობას. ესე იგი პატრიარქს უკვე ძალიან რთული ვითარება, პატრიარქი ხო გრძნობს, ახლა რა უნდა მოხდეს, როგორ განვითარდება ეს მოვლენები. წარმოიდგინეთ, 1990 წლის შემოდგომაა რა. შემოდგომაა რა ამბები გველოდება თურმე წინ კიდევ. და სასწრაფოდ უნდა გადავიდეს საპატრიარქო იმ ახალ შენობაში და ეს ხელოვნებაცოდნეობის ინსტიტუტი არ გადადის რა. და ბოლოს გამოუყვეს, ესე იგი ამათ შენობა იცით სად. პარლამენტის შენობა რო არის დღეს. პარლამენტის შენობა ესაც ახლა ამ შენობაზე აღარაფერს, აი პარლამენტის დღევანდელი პარლამენტის თბილისში შენობის გვერდით, აი პირველი საშუალო სკოლის უკან დიდი შენობაა საკმაოდ და აი ამ შენობაში იყო განთავსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი. საბჭოთა კავშირის დროს. აი ეს უშიშროების კომიტეტი გადავიდა ახალ შენობაში. და ეს სადაც იყო განთავსებული, ეს შენობა გათავისუფლდა და აი ეს შენობა უშიშროების სამსახურის შენობა გადასცეს მოკლედ აი ამ
ხელოვნებაცოდნეობის ინსტიტუტს ეს პატივცემული რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში რადგან ყვები ისე ბევრი კარგი საქმე აქვს რა თქმა უნდა გაკეთებული ქვეყნისთვის ესე იგი ცეკას მდივანი იყო ერთ-ერთი პირველი მდივანი არა მაგრამ მდივანიც იყო თუ არ ვცდები მოკლედ აი ესეთი იმიტომ რომ ძალიან მაღალი რანგის პიროვნება უნდა იყოს ახლა ხელოვნებაცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი რომ რაღაცა მოკლედ ეს პიროვნება რაღაცა უარზია იმ ახალ შენობაშიც კი აი სადაც ქალაქის ახლა პარლამენტის გვერდზეა რა წარმოიდგინეთ ქალაქის მთავრობის სახლი ერქვა ადრე მაგას ხო და ნუ მოკლედ უარზეა იქ გადასვლაზეც დაიწუნა ეს შენობაც რა რაღაცა ვერ გადავუყო ნუ არის ძალიან დაძაბული ვითარება რა ძალიან დაძაბული ვითარებაა და არ მიდის ახლა ნუ ერთი ისევ საბჭოთა კავშირია ჯერ ოფიციალურად არ დაშლილა ეს ქვეყანა მეორეც ერთი რომც არ იყოს ესე იგი ახლა ესე პოლიციას ხوار მოიყვან და ხوار გააყვანინებ ნუ რთული ვითარებაა და მოკლედ პატრიარქი მიბარებს და მეუნება რომ არ ვიცი რაც გინდა ისქენი მოიფიქრე და ჩვენ უნდა გადავიდეთ იმ ახალ შენობაში და ეს ხელოვნებაცოდნეობის ინსტიტუტი უნდა გადავიდეს იმ თავის ახალ შენობაში და მოიფიქრე როგორ შეიძლება ამის გაკეთება და აი ესე დავალებას მოწლეს რა ხო და რა ვიცი მოიფიქრე წავედი ჯერ ისე მივედი რა ნუ ხელოვნების ინსტიტუტია რა ჩვეულებრივ სამეცნიერო დაწესებულება და ნუ გავიგე რა ხდება როგორ არის და აღმოჩნდა ჩემი ახლობლები მუშაობენ რა იქ ნუ ზოგი ჩვენი მრევლის წევრი ორ ადამიანს დავასახელებ ესე იგი ერთი არის დარეჯან ძოწენიძე მეუფე დანიელის მრევლია და მეორე არის მარინე მიზანდარი რომელიც ასევე მუშაობს იქ უბრალოდ ხელოვნების ინსტიტუტში ახალგაზრდა გოგონები არიან მუშაობენ მარინე მიზანდარი შემდეგ კულტურის მინისტრის მოადგილე იყო აი როდესაც ხელისუფლება შეიცვალა 2012 წელს და ძალიან ერთი დიდი საქმე გააკეთა ხელნაწერი ქართულ ბერძნული ხელნაწერი რომელიც რუსეთში ინახება აი ამ ხელნაწერის გამოცემაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართულ ენაზე კი არა ფაქსიმილური გამოცემა გამოიწვა ესე ქვია ქართულ ბერძნული ათონური ხელნაწერი მოკლედ და კალვატორნი მარინა ახლა ეს ქვია ჩემი ტოლია დაახლოებით ხო და ის რო ყოფილიყო არ დაიბეჭდებოდა ეს მოკლედ მარინა მიზანდარი და ეს და ნუ რაღაც ესე კითხე რა ვქნათ მეთქი აი როგორ რა გავაკეთოთ ახლა ესე რა თქმა უნდა ჩვენკენარია ხო და მოკლედ ესეთი გიგმა დავსახეთ აღარ მახსოვს რა დღეა კვირის დღეა რომელიღაცა დილით ადრე მივედი ნუ ისინი სადღაც 9-ზე თუ 10-ზე იწყებენ სამსახურს მე მივედი აი ეს ცოტა 1 საათით ადრე მივედი 1 საათით ადრე და ესენი დამეხმარენ ძალიან ეს დარეჯანი და ეს მარინე რა შეეხა ესე იგი მათთან ერთად ესე იგი სასულიერო აკადემიის სტუდენტი ხარ რომ დაახლოებით წარმოიდგინოთ ხო მოგიყევით პატრიარქმა როგორი ფორმები შეგვიკერა ესე იგი შავი კოსტიუმი ესეთი შავი ჰალსტუხი თეთრი ნუ ესეთი ოფიციალურად გამოვიყურები ყოველ შემთხვევაში ესეთნაირად არავინ არ იცის მე ვინა ვარ იქა რა არავინ არ იცის ვინა ვარ და მივედი მოკლედ ამათთან ერთად დავიწყეთ დავიარეთ იქ რამდენიმე სართულია 3 სართულია ხო 4 ნუ მე-4 სართულზე ახლა ესეთი სათავსოები ხო და დავიარეთ ეს სართულები და ყველა განყოფილების კარი მე და ეს მარინე და დარეჯა ვაღებთ კარზე გამარჯობა დილამშვიდობისა გადავდივართ ესე ვლაპარაკობთ გადავდივართ უკვე ყველანი და მოემზადეთ მოა შეაგროვეთ თქვენი ესე ნუ ოთახში რაც აქვთ რა ეს რაღაცა ვარგი რაღაცა და ყუთები და სასწრაფოდ ყუთები გაქვს საშონელი მოკლედ ძალიან სწრაფად დღეს ოღონდ არ არის ეს დირექტორი არ არის ჯერ მოსული და მოკლედ ძალიან სწრაფად უკვე გადაწყდა უკვე გადასვლა გადავდივართ და დაიწყო ხალხმა ნუ ატყდა ამბავი ხა რომ ისე ხა რომ გადასასვლელები არიან ყველა ვიცის რა ატყდა ერთი ამბავი მოკლედ ამ გადასვლაზე და ნუ მანქანა მოვა მალე მანქანას ეხა პატრიარქი საპატრიარქო იშოვის რაღაც მანქანას აბარასისავს ხო და ნუ მემავალია მოკლედ ეს ყველაფერი მემავალია და
მე თან ხო გითხართ ერის ადამიანი ვიღაცა და ну ატყდა ერთი ამბავი ვიღაცა ადის ვიღაცა ჩამოდის რაღაცა ფუსფუსია ნელ-ნელა ყუთებში ჩააწყვეს თავისი რაღაცა დოკუმენტები თუ ნიმუშები თუ რაღაცა რაც იყო რაც ინახება იქა და ნელ-ნელა გროვდება საპატრიარქოს შენობის წინ ეზოში და ეს ბატონი დირექტორი მოდის ირონიით არ ვამბობ ხა ხო გითხარით მაგრამ ნუ აი რაღაც იუმორისტული კი არის მოდის ეს დირექტორი და ესე იგი რას ხედავს აი თელი ის ინსტიტუტი 12 საათზე მოვიდა დაახლოებით რა ყველაფერი უკვე ჩამოტანილია ძირს ყველაფერი ჩამოტანილია და ну რა ხდება რა და გაის დილამშვიდობის გადავდივართ უკვე და სად გადავდივართ ეს დირექტორი ნუ ამას გაოგნებული უყურებს ამას ყველაფერს რა სად გადავდივართ აი ახალ შენობაში გადავდივართ როგორც იქ რაღაც განწყობაა ესეთი რა ხო და მოკლედ რაღაცა არ ვიცი ხა ცოტა რა გითხრათ გული შეტევა არ ქონია მაგრამ ნუ საკმაოდ ესეთი ძიმედ გადაიტანა შევიდა თავის კაბინეტში ხო და ეხა ცოტა ვაფორმებ ამას რაღაცა ხარ მოგეხმაროთ აი რაღაცა აი ონთ არ მithkoms ესე რა თქმა უნდა აი რაღაც განწყობა კი ესეთია მოკლედ რა და ვინ თქვა რომ გადავდივართ რაღაცა და ნუ ბოლოს სანამ ამან გაარკვია რომ ეს ვინ თქვა და რაღაცა ნუ ბოლოს მომიწია მასთან პირადად საუბარი რა და მე ვთხარი მე ვთქვი მეთქი რა მე გავაკეთე ეს იმიტომ რომ ეს ჩემი პირადად პასუხისმგებლობით მე მოვედი და ყველას ვთქვარი რომ გადავდივართ იმიტომ რომ უკვე შეუძლებელია თქვენი ყოფნა მე ვთქვარი და მე მოვაწყე მეთქი ესა რა მე მოვაწყე ნუ აი რა გითხრათ ახლა ხელი დაშემხებია მაგრამ ცოტა ხმამაღლა კი მელაპარაკა რაღაცა აი რა გითხრათ ადამიანი ძალიან ძიმე ვითარებაში რომ არ განმიკითხავ ეხა თან იუმორით ვიხსენებ ყველაფერს მაგრამ ისე კი ჯობდა რომ ბატონი ბესარიონ ჯორბენაძე შავით მოქცეულიყო თავის დროზე და არც ნიშნის მოგებით არ მოვუხ მე რაღაცა ამბები მოხდა უკვე ჩვენ აღარ გვეხებოდა ხო და ნუ მოკლედ ეხა ნიშის მოგები თუ არ გამომივიდეს მე რა მოხდა ნუ ავიც ახლა იქ რომ გადავიდე შენობაში კომი დაიწყო მე რაღაცა რთული ვითარება მოკლედ ესე იგი ვერაფერი ვეღარ გააკეთე ვარ გააწყო ამ დირექტორმა და ამასობაში ერთი ორჯერ კი გადავედი გადმოვედი საპატრიარქოში რომ მოუყვე პატრიარქს ავითარებაა და მოკლედ ეს პატრიარქის აი უშუალო მისი ხელმძღვანელობით მოვიდა მანქანა ჩავალაგეთ ეს ყველაფერი მე ვეხმარები ამათ ჩავალაგეთ და მე იქაც მივყევი იმ შენობაშიც რომ დავწუნდეთ რომ იქ ხარ რაღაც მართლა ისე რომ არ მოხდეს ახლა ნუ ისეთია რა ხელოვნება ცოდნეობის ინსტიტუტია რა მნიშვნელოვანია ხო ქვეყნისთვის გადავიდნენ მოკლედ გადავიდნენ და ეს ნელა იმ ერთ დღეში დაიცალა მოკლედ ეს საპატრიარქოს შენობა და დღის მეორე ნახევარი იყო თუ რაღაცა მივედი და მოკლედ აი ესე რა ნაშრომი მივედი პატრიარქთან და უცხარი რომ თქვენ უწმინდესობაო შეგვიძლია ახლა ჩვენ დავიწყოთ ესე იგი ჩამოტანა პარკის და გადავინაცვლოთ უკვე გადავიდეთ ახალ შენობაში და ნუ რა გითხრათ დიდი სიხარული იყო ძალიან დიდი და ხოთა შორის ის პატარა შენობა რო წარმოიდგინოთ ის ავიცი აი რა რამდენიმე ოთახია სულ ეს ძველი საპატრიარქოს შენობა სიონის ეზოში დღეს მე არ ვიცი როგორ ახერხებდა პატრიარქი აი ამ შენობაში ან ცხოვრებას ან იმდენი ნივთის დატევნულიყო ეტეოდა მოკლედ ეს ნივთები რომელმაც ეს ახალი შენობა შეავს ახლა ეს არის მერკი ბევრი რემონტი და რაღაც გაკეთა მაგრამ პატრიარქი ყოველთვის რომ დადიოდა ან უცხოეთში ან რუსეთში განსაკუთრებით ყოველთვის ესე იგი აი არ ვიცი საიდან იცოდა მან ეს ყველაფერი მაგრამ ცხადია რომ იცოდა ეს ყველაფერი იცოდა და ესე იგი ჩამოქონდა რაღაც ნივთები ყიდულობდა ავეჯი ანტიკვარული ნივთები აი რაც დღეს საპატრიარქოს შენობაში მუზეუმია რა ფაქტიურად სამუზეუმო ნივთები ანტიკვარულ მაღაზიებში ყიდულობდა იმიტომ რომ ეკლესიას ესე იგი ყველაფერთან ერთად აკრძალული ქონდა საბჭოთა კავშირის დროს ჩემი თვალით მოკ ნანახი ეს კანონი
აკრძალული ქონდა ქველმოქმედება. ითვლებოდა, რომ საბჭოთა კავშირში გაჭირვებულები და ესე იგი დასახმარებელი ადამიანები არ არსებობენ. ამიტომ ეკლესია ვერ ეხმარებოდა ოფიციალურად თავის მრევლს, ანუ მოწყალებისთვის, რომ აი ხა რაც ეს ჩვენთვის არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი და აი ყოველდღიურობა, რომ მოწყალებას გასცემს ეკლესია უამრავს, ხო? აი ეს მაშინ აკრძალული იყო და ამიტომ ეს რაღაც შემოსავალი რაც ჰქონდა ეკლესიას სანთლები იყიდებოდა ძირითადად სანთლებისგან ჰქონდა შემოსავალი აი ეს ფული ნუ რაღაცაში უნდა დახარჯული იყო და აი პატრიარქი ხარჯავდა ამ ფულს იძენდა აი ამ ესე იგი ნახატებსაც სხვა შორის და აი დღეს რო საპატრიარქოში შევძანდეთ დღეს არ ვიცი ხა როგორ განვითარდება მოვლენა მაგრამ დღეისათვის ჯერ კიდევ აი პატრიარქის მიერ მოწყობილი საპატრიარქოა და უძვირფასესი ჭურჭელი თან როგორც მაგალითად ნიკოლოზ მეორის ნაქონი თეფშები აი რაღაც ესეთი აი ეს თანდათანობით აგროვებდა ამას და აი რომ შევედით ამ ახალ შენობაში საპატრიარქოს აი დაიწყო მისი გავსება და განლაგება და აი ნახეთ როგორია დღეს საპატრიარქო როგორია სოჭურის ძალიან ცნობილი გამონათქვამი არის პატრიარქი ხშირად იმეორებდა ამას მე რომ მისგან გავიგონე გამიკვირდა თავიდან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნათქვამია. ჩვენ მიჩვეული ვართ მაშინ, რომ ძალიან ძიმე ვითარება ქვეყანაში, ეკლესიაში 90-იანი წლები იწყება, ოღონდ დაწყებულიც არ არის. და ისე გამიკვირდა პატრიარქმა ეს ვთქვა. სიღარიბემო შეჩვევა იცის. სიღარიბემ შეჩვევა იცის. ხო და აი პატრიარქი რა გითხრათ, აი ბევრი გაჭირვება თვითონაც გამოიარა ეკლესიას საპატრიარქოს, მაგრამ აი მისი აღქმა თვითონ ეკლესიის საკუთარი თავისა. აი ესეთი იყო, ის ღარიბი არასოდეს არ ყოფილა. არასოდეს. აი ღარიბი და აი სიღარიბის გამო აი ის რომ ხა ფეხი ინდეზე უნდა გაჭიმო რა საბანი გეყოფა ეს არის საშინელი გამონათქვამი აი საშინელი გამონათქვამია მატერიალისტური მოკლედ აი პატრიარქს ესე არასოდეს არ უცხოვრია და არ ყოფილა ესე არასოდეს არა თუ არ არის საკმარისი საბანი სულ არ დაიფარებ ადამიანი რაღაც სხვანაირად გაძლებ რა თუ არა და აი შეკერე, გაშალე ფეხი, ნახე რა მხოლოდ საბანი გჭირდებოდა, იშოვე რა, ესეთი იშრომე, მოიპოვე და ნორმალურად დაიფარე საბანი ადამიან. აი ეს არის იდეალიზმი, ანუ იდეა უნდა განსაზღვრავდეს ესე იგი შენ ყოფიერებას და არა პირიქით. აი ყოფიერებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა პატრიარქი ანგარიში უწევდა ამას და მე ამ საპატრიარქოში უფასო სასადილო გააკეთა ამ საშინელო 90 წლებში, მაგრამ ამაზე მერე. მოკლედ ესე იგი აი ხა მე დღეს ამით ვამთავრებ ამ საუბარს, რომ აი გადავედით ახალ საპატრიარქოში, რომელიც არის აი სრულებით გახრიოკებული გარშემო მაგალითად, ხო, არავით არის კედელი ხა ეს რო არის დღეს დიდი გარშემო გალავანი, არაფერი ესეთი არ არის, ჩვეულებრივი ქალაქის ნაწილია. ყოველგვარი ჭიშკრის გარეშე შედიხარ საპატრიარქოს შენობაში, ჩამოდიხარ და ნუ რაღაც ხეები კი იყო იქ, რაღაც 1-2, მაგრამ აი ნუ ხრიოკი რა. მოულელი და ნუ რაღაც. მოკლედ გადავედით ამ საპატრიარქოს შენობაში, ვეც უკვე პატრიარქის ლოცვა კურთხევით, საპატრიარქოს რაღაცნაირად წევრად გრძნობ თავს რა მეც მიწვის უკვე რაღაც წვლილი და აი ადრე ხო გითხარით ამ 9 აპრილზე ესე არ იყო 9 აპრილის დროს მე რომ ესე ახლოს ყოფილიყავი რა თქმა უნდა მეც პატრიარქთან ერთად ვიქნებოდი იქ მაგრამ არა ეხლა ნელა მეც შევდივარ აი დიდ ოჯახში რასაც დღეს ქვია საქართველოს საპატრიარქო ამითი დღეს დავამთავრებ საუბარს და მე გავაგზავნებ როგორ განვითარდა მოვლენები ამის შესახებ შემდეგი საუბრის დროს მოგიყვებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი